როდის იწყება ჩვენი გამოღვიძება? მე ვფიქრობ 30 წლის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ქალების სახელით შემიძლია ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ზოგიერთი შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ცოტა ადრე, ან გვიან დამოკიდებულია გარემოზე, სად გავიზარდეთ, როგორი გამოცდილებები გქონდა. დღევანდელ ეპიზოდში გადავწყვიტე ის 5 კითხვა დაგისვათ, რაც ჩემთვის ძალიან აქტუალური იყო 30 წლის მოახლოებასთან ერთად. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და როგორც წესი, ორშაბათობით გიზიარებთ ჩემს ფიქრებს, გამოცდილებებს, კითხვებს, რჩევებს და დღევანდელი ორშაბათიც არ არის გამონაკლისი. თუ გადავხედავ ჩემს ცხოვრებას, ელენე, რომელიც იყო 20 წლის 20-დან 30-მდე და ელენე, რომელიც არის 30-დან ზემოთ, ახლა 34 წლის ვარ. ეს არის ორი სხვადასხვა ადამიანი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეს ვარ ისეთი, როგორიც ვარ. აი დაახლოებით 27 წლიდან დაიწყო ჩემში ეს გამოღვიძების სურვილი და საკუთარ თავთან დაბრუნების. არ ვფიქრობ, რომ ესეთი არ ვიყავი და ესეთი გავხდი, უბრალოდ დავუბრუნდი ჩემს თავს. გავთავისუფლდი მეტნაკლებად, რამდენადაც შევძელი საზოგადოების აზრისგან, ძალიან ღრმად გავიცანი საკუთარი თავი, გავიარე ჩემი ტრაუმები, ცხოვრებისეული გამოცდილებები და ის ფენები, რასაც ეს ყველაფერი წარმოქმნის და გვაიძულებს, რომ სხვადასხვა ნიღბები ვატაროთ, უფრო მეტად მქონდა 30 წელს ქვემოთ, ვიდრე ეხლა. აი ვგრძნობ, როგორ ვაშორებ თითო ფენას და კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, ავთენტური და გულწრფელი ვხდები საკუთარ თავთან, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ეს არის მუდმივი პროგრესი, მუდმივი საკუთარ თავთან დაბრუნება. ეს არ არის, რომ გაიღვიძე და დღეს დამთავრდა ყველაფერი, ერთხელ და სამუდამოდ მიაგენი შენს თავს, შენს მეს და მეტი მუშაობა და ფიქრი ამ თემას არ ჭირდება. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აი ეხლა ცხოვრების ამ ეტაპზე რომ ვადარებ საკუთარ პიროვნებას, ცხოვრების სტილს, ინტერესებს, ძველ ელენეს, ეხლანდელ ელენეს ძალიან დიდ სხვაობას ვგრძნობ და რაღაცნაირი შვება მაქვს და სიმშვიდე, რომ როგორც იქნა, გავიგე ვინ ვარ, გავიცანი საკუთარი თავი და რაღაცნაირად დამშვიდდი და აღარ არის ჩემი სიმშვიდე დაკავშირებული გარე ფაქტორებზე, როგორიც არის სამსახური, ხელფასი, ბონუსი, კარგი მანქანა და ასე შემდეგ. მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი არ მომწონს, ან არ მინდა, ან წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ ჯერ მაქვს შინაგანი სიმშვიდე და მერე ეგ ყველაფერი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა შეიძლება დავსვათ ამ გარდამავალ ტრანსფორმაციულ პერიოდში, მაგრამ მე გამოვყავი 5 კითხვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთი ვიდეო ან ორი ჩავწერო და სხვა 5 კითხვა გავიაროთ კიდე და ასე შემდეგ. სხვათა შორის აბსოლუტური მიმღებლობა მაქვს, რომ თქვენ დამისვათ მე კითხვები, რა გაინტერესებთ ჩემი ცხოვრების ამ გზაზე, დამიწერეთ კომენტარებში და შეიძლება რაღაცნაირი ერთი ეპიზოდი ამასაც დავუთმო და უკეთ გაგაცნოთ ჩემი თავი. პირველი კითხვა არის ესეთი, რაც ნელ-ნელა შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ნამდვილად იმ გზაზე ხარ, რომელიც შენია? იმიტომ რომ აი ძალიან მკაფიო და ესე ვთქვათ მკაცრი ვიყავი იმ გზაზე, რა გზაზეც ვიყავი 20 წლიდან ზემოთ და ეს იყო კარიერა და ფინანსები, ესეთი ვიწრო ფოკუსი მქონდა, ამ მიმართულებით ვითარდებოდი, ამ მიმართულებით ვკითხულობდი წიგნებს, ვესწრებოდი კურსებს, პროგრამებს, პოდკასტებს, ანუ მარტო ამით ვიყავი მოცული და რაღაცნაირად იმაზე ადრე მივედი
ესე ვთქვათ, იმ წერტილთან, რაც წარმომედგინა ჩემი 50 წელს ზემოთ, ესე ვთქვათ, წერტილი ფინანსური და კარიერული, მოკლედ იმაზე ადრე მივედი, ვიდრე დაგეგმილი მქონდა და მეგონა. ნუ ეს გამოიწვია იმან, რომ ძალიან ფოკუსირებული ვიყავი და შრომის მოყვარე ვარ, განსაკუთრებით თუ გადავწყვიტე, რომ რამის კეთება მინდა და აი ეს 30 წლამდე ასაკში რაღაცნაირად დავფიქრდი, რომ ეხლა დროა ახალი მიზნები დაისახო, ისევ ამ მიმართულებით, მაგრამ კიდე გაიზარდო და რა უნდა იყოს ეხლა რა ეს ახალი მიზანი, იმიტომ რომ არ იცვლება ცხოვრება დიდად, აი ამ შენი ხელფასით, ისე ცხოვრობ, 700 ლარი რო ქონდა, როგორც ძალიან მაღალი ხელფასი მაგასთან შედარებით და ისე ცხოვრობ გულისხმობ შინაგანად. რა თქმა უნდა, ეს მატერიალური დეკორაციები ემატებოდა ყველაფერს, მაგრამ იქნებ დროა, რომ რაღაც სულიერებაზე დაფიქრდე. იქ რაღაცა მედიტაცია რამდენჯერ ცადე არ გამოგივიდა, პირიქით გაღიზიანება გამოიწვია შენში. იქნებ რაღაცეები არის, რასაც უნდა გადახედო ცხოვრების ამ გზაზე და ეს ფიქრები შემოიწრა ჩემში. რა თქმა უნდა, თავიდან ვცდილობდი უგულებელ ყოფას, იმიტომ რომ შიშნს მიქმნიდა ეს დისკომფორტს, რომ რადგან ჩემი იდენტობა სამსახურთან ძალიან მკვეთრად იყო თუ როგორ ვთქვა, ძალიან იყო მოკლედ დაკავშირებული და არ მინდოდა რომ რაღაცნაირად ამ გზიდან გადამეხვია, მაგრამ ბოლოს იმდენად გაძლიერდა, განსაკუთრებით პანამაში გადმოსვლასთან ერთად, რომ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე ბოლომდე, დავნებდი, მივყევი და ეხლა იქ ვარ, სადაც ვარ, სადაც მაქვს უდიდესი სიმშვიდე, ბედნიერება, ყოველი დღე მადლიერება, რომ გავიღვიძე და გავიღვიძე იქ, სადაც ვარ, როგორც ვარ, ვისთან ერთადაც ვარ, ყველაფრის დაფასება დავიწყე, რაც ჩემს ცხოვრებაშია და რა თქმა უნდა, მე მატერიალური დეკორაციებით უფრო გიხარია, როცა შენი შინაგანი მდგომარეობა არის კარგი. თუმცა ეს მოთხოვნილებები გაქვს ნაკლები რა, იმიტომ რომ ადრინდელ ჩემ ცხოვრების სტილს თუ შევადარებ ეხლანდელს, ადრე მთელი ჩემი ესე ვთქვათ, დანაზოგი ან ხელფასი ხმარდებოდა მატერიალური საგნების ყიდვას და ეხლა ხმარდება გამოცდილებების მიღებას და რა თქმა უნდა, გამოცდილებების მიღება ყოველ შემთხვევაში ჩემი ესე ვთქვათ, ხედვით არის ბევრად უფრო ძვირფასი და ასევე ბევრად უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე მუდმივად მატერიალური საგნების დევნა, იმიტომ რომ ის შანელის ჩანთა რო გაქვს ერთი ფერის და ერთი ზომის, მერე გინდა სხვა ზომის და სხვა ფერი, მანქანა რო ყავს ესეთი, მერე გინდა ახალი მოდელი, ანუ ესე ვთქვათ, აი დაუმთავრებელი რუტინა არის, იმიტომ რომ ვცდილობ შინაგანი სიცარიელე შევისო, რომელიც ვერაფრით ვერ შეივსებ. აი, ჩემ თავს ესე ავუხსენი, ანუ მატერიალურით ვერაფრით ვერ შეივსება, რომ მე ვარ ჭურჭელი, რომელსაც არ აქვს ძირი, სანამ ვარ მატერიალური ნივთებით ამის შევსებაზე. ანუ ყრი ჩემ თავში ამ ჩანთას, ფეხსაცმელს, მანქანას აქვს ყრი და იმიტომ რომ ძირი არ მაქვს არ ივსება და ისევ ისეთი ცარიელი ვარ. და რეალურად სულიერებაზე სრუნვა და იმაზე დაფიქრება, რომ ეს გზა ნამდვილად შენია თუ არა, გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამ ჭურჭელს მიცე ძირი და ასევე შეავსო და პირამდე შეავსო და საერთოდ აღარ ხარ იმის დევნაში, რომ გარე ვალიდაციებით შეძლო რაღაცის შევსება. აი, რამდენ თქვენგანს გქონია, რომ მაგალითად ძალიან უნდოდა რაღაცა, არ ვიცი, კურტკა იყიდა და არაფერი. იმ მომენტში გაუხარდა, ერთი-ორჯერ ჩაუცვა და მერე განელდა ეს გრძნობა, იმიტომ რომ რეალურად დანიშნულება მატერიალური საგნების არ არის ის, რომ სული გამოყვებას. მის დანიშნულება არის, რომ ფიზიკური სხეული გაალამაზოს, შეავსოს და ჩვენ კიდევ ვცდილობთ, რომ ეს საკვები მოვარგოთ ჩვენს სულიერებასაც და ჩვენს ფიზიკურობასაც, რაც რა თქმა უნდა არის შეცდომა და იწვევს ძალიან დიდ ხარჯებს.
უაზრო და უმისნო ხარჯებს. ეს შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში და ამასთან ერთად მოვიდა სიმშვიდეც. სხვათა შორის სულ ვეკითხებოდი ჩემს თავს ამ ბოლო წლებში, რომ რა კარგი იქნებოდა, რომ საერთოდ ესეთი სიმშვიდით დაუბადებულიყავი ან 14 წლის ასაკშიც მქონოდა და რა საჭირო იყო ამდენი გამოცდილება და ლოდინი და მერე ჩავიხედე ცოტა ნეირომეცნიერებაში და როგორც ჩანს ჩვენი ტვინი არ არის იმისთვის მზად ფიზიკურად, არ აქვს ესე ვთქვათ პრეფრონტალური კორტექსის ფორმირება დასრულებული 27-28 წლამდე და შესაბამისად ჩვენ ვართ უფრო ესე ვთქვათ რეაქციულები, ემოციებს არ ვაკონტროლებთ, ნაკლებად ვართ ესე ვთქვათ ფიქრის მდგომარეობაში ასაკთან ერთად მოდის რა და რაც უფრო უახლოვდებით 40 წელს, უფრო და უფრო ფორმირდება ჩვენი ტვინი და შესაბამისად უფრო ვეძებთ უკვე გრძელვადიან ბედნიერებას, ნამდვილ ბედნიერებას, საერთოდ ვცვლით ბედნიერების განმარტებას და შემოგვაქვს სიმშვიდის კომპონენტი. ბევრი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება ეს არ მოხდეს, იმიტომ რომ არ ხდება შინაგანი ხმის მოსმენა, ხდება არიდება რუტინაში ჩარჩენა, კომფორტის ზონიდან არ გამოსვლა და შესაბამისად რაც არ უნდა ფორმირება განიცადოს ჩვენმა ტვინმა, მაინც მიუყვებით ჩვენი ძველი ცხოვრების წესს. აქედან გამომდინარე, არ გაგიკვირდეთ, რომ 40 წლის ასაკშიც ადამიანი შეიძლება არ იყოს იმ გზაზე, რომელზეც რეალურად უნდა იყოს ყველა ადამიანი. ეს არის ბედნიერება, წარმატება, სიმშვიდე, სულის გამოყვება და ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით. ჩემი აზრით დაგეხმარებათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ესეთი ვიზუალიზაციის პრაქტიკა. ვაიმე რა საყვარელი ლეკვები არიან. რაო. 5-10 წლის შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ იგივე ცხოვრების სტილი გაქვთ, იგივე საკეთებთ, იგივე საქმიანობა გაქვთ. მაინც და მაინც კამერას არ მოვიდნენ, რომ გადააყირავ, რა ვიცი, იგივე საქმიანობა გაქვთ. მაყოფილები ხართ, ეს არის ის, რაც გინდათ? დაფიქრდით, რა ნაწილში არ ხართ მაყოფილები და დაიწყეთ ცვლილებების განხორციელება ამ მიმართულებით და შემპირდით, რომ არ გადაადებთ. უგემრიელესი მაჩა არის, ყავას არ ვსვამ და ხანდახან მაჩას ვეპარები ხოლმე და მომწონს ძალიან გემო. მეორე კითხვა არის, შენი ღირებულებებით ცხოვრობ თუ სხვისი მოლოდინების გასამართლებლად. და როცა ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, ხშირად ძალიან ზოგადი წარმოდგენები გვაქვს ადამიანებს, რომ აი ეს არის კარგი ღირებულებები და ამიტომ გინდა თუ არა ჩემია ეგ ღირებულებებით და არის კიდე რაღაც ცუდი ღირებულებები და ეგ არ არის ჩემი. რა თქმა უნდა, არსებობს მათ შორის განსხვავება. არავის ესე არ უნდა, რომ ცუდი ღირებულებების მატარებელი იყოს, მაგრამ კარგი ღირებულებების ნაწილშიც უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული ღირებულებები, იმიტომ რომ ყველა ღირებულება თანაბრად მნიშვნელოვანი ვერ იქნება. მაგალითად, ადამიანისთვის თუ ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება არის თავისუფლება, მაშინ ამ კონტექსტში უნდა შეხედოს თავის ცხოვრებას, რამდენად თავისუფალია, რამდენად მისი ქმედებები, სამსახური, მეგობრები, ოჯახის წევრები თანხმედრაში არიან მის ამ ღირებულებასთან და რაც არ უნდა იძახოს, რომ ჩემთვის არის თავისუფლება მნიშვნელოვანი, სულ კონფლიქტში იქნება, სანამ თავის ცხოვრებას არ დაალაგებს ამ თავისუფლების ირგვლივ. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება, ჩამოწეროთ თქვენი ძირითადი ღირებულებები, ჩამოწეროთ იმის მიხედვით, რა უფრო თქვენთვის მნიშვნელოვანია და დააპრიორიტეტოთ თქვენი ცხოვრება ამ ღირებულებების ირგვლივ. ესეთი სავარჯიშო მოუფიქრე ჩემ თავს, როცა აი რაღაცას გადავწყვეტ ჩემი ღირებულების შესაბამის და გარემოდან შემოდის სხვისი აზრი, ან რჩევა, რომ არ გინდა ეს, ან ისექენი, ან მერექენი და რაღაცნაირად მომხიბვლელია ეგ აზრით რა, თან ისეთ შენზე გამოცვლილი ადამიანი თუ გეუბნებათ და ჩემ თავს ვეუბნები, რომ
ელენე, აი 97 წლის რომ იქნები და ბუხართან იჯდები, თბილად, წიგნს კითხულობ, მერე ისევ უნდა ჩაწერო ვიდეო YouTube-ისთვის. აი შენ თავი შეაფასე, რა მოგიტანს კმაყოფილების, ბედნიერების და სიამაყის შეგრძნებას ის, რომ ვიღაცა X-ის მოლოდინების გასამართლებლად გადადგი შენ ნაბიჯები და ბევრი წელი ამაზე დახარჯე, თუ იმით იამაყებ, რომ რა მაგარი ვარ, საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი ღირებულებებით და გადაწყვეტილებებით ვიცხოვრე. თქვენს გირჩევთ, რომ იგივე სიტუაცია წარმოიდგინოთ, რომელ ასაკშიც გინდათ, როგორ გარემოშიც გინდათ და რაც მოგიტანთ სიამაყის გრძნობას, აი ის იყოს თქვენი, ესე ვთქვათ, ჩრდილოეთის ვარსკვლავი, იმან გაგინაცოთ გზა და მაგ გადაწყვეტილებით იარეთ თქვენს გზაზე. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, რა მესაჭიროება ეხლა, როცა ემოციურად გავიზარდე, დავუბრუნდი საკუთარ თავს და გავიცანი. მე აღარ მესაჭიროებოდა 10 წლის წინანდელი ურთიერთობები, არც პირად ცხოვრებაში, არც მეგობრებში, არც ოჯახის წევრებში, იმიტომ რომ ის მაშინდელ ელენეს აკმაყოფილებდა. და ეხლანდელმა ელენემ თავის ღირებულებები გადააფასა, შეაფასა, წინ წამოწია, დააპრიორიტეტა, შესაბამისად შეიცვალა მისი ხედვა ცხოვრებაზეც და ურთიერთობებზეც. აი, დაუსვით თქვენ თავს ესეთი კითხვა, რომ რა არის თქვენთვის სიყვარული ეხლა? არ შეგეშინდეთ, რომ თავიდან განმარტოთ. ადრე თუ იყო უფრო არ ვიცი რაღაცა ვნება, თავგადასავალი, ну, ვისთვის რა შეიძლება იყო, ხო? ეხლა შეიძლება თქვენთვის არის ეს სიმშვიდე, სტაბილურობა, უსაფრთხოება, ძალიან დიდი მნიშვნელობა გქონდეს მეგობრობას, პატივისცემას. აი, გადააფასეთ ეს ყველაფერი და თქვენი ურთიერთობები დაალაგეთ თქვენი ეხლანდელი საჭიროებების მიხედვით და არ შეგეშინდეთ იმ ადამიანების დაკარგვა, ვინც ამ გზაზე არ წამოყვებათ, იმიტომ რომ მათ გამო არ ღირს ჩარჩენა თქვენი ძველი თავის რუტინაში. ეს რეალურად თქვენ უკან დაგხევთ, არ მოგცემთ წინ წასვლის საშუალებას, დროს დაკარგავთ და ჩვენ არ დავბადებულ ვართ იმისთვის, რომ სხვა ადამიანების ცხოვრებით ვიცხოვროთ და ვქაჩოთ ისინი ჩვენთან ერთად, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ ხედავთ, რომ ადამიანი შემხედ ნაბიჯებს დგამს და ის თქვენთან ერთად ვითარდება, ღირებულებებში სინქრონიზდებით, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თერაპიაზეც იაროთ, იმუშაოთ ერთმანეთთან, ისაუბროთ, ყველაფერი ცადოთ იმისთვის, რომ აი ამ ახალ თქვენ მეს შეესაბამებოდეს მისი ახალი მე. ანუ ესე ვთქვათ, ამ გზაზეც რომ ერთად დადგეთ, მაგრამ თქვენ თუ აირჩიეთ მარჯვნივ სიარული და ის მიდის მარცხნივ და აი თქვენ მუდმივად იმას ეკაჩებით და იმის გზაზე გადადიხართ, რაღაცნაირად აცდებით თქვენს ნათებას, თქვენს გზას, თქვენს ცხოვრებისეულ მისიას. ამიტომ დიდი რჩევა იქნება, რომ გადახედოთ თქვენს ურთიერთობებს, რამდენად ავსებს, აკმაყოფილებს თქვენს დღევანდელ მოთხოვნილებებს და რამდენად განვითარებთ და სულიერად გასაზრდოებს თქვენ ეს ურთიერთობები. ზემხვდება თვალებში, მაგრამ არა უშავს. იმედია, რომ კადრი კარგია, მე თვითონ დავაყენე და სატესტოდ არ მინახავს, როგორი გამოვიდოდა. მეოთხე კითხვა არის საკუთარ სხეულზე და სულზე ზრუნვა. სულს ცოტა შევეხე, მაგრამ აქ განვავრცობ. რამდენად ვზრუნავთ ჩვენს სხეულზე და სულზე? და როცა სხეულთან მიმართებაში ვსაუბრობ, მინდა განვმარტოთ ჩვენი ზრუნვის მიზანი რა არის. მე მაგალითად სხეულზე ზრუნვის მიზანი მიმაჩნია, რომ უნდა ემსახურებოდეს ჩვენს სულიერ მიზანს. ანუ მე მინდა ფიზიკურად ძლიერი, ჯანმრთელი, დღეგრძელი ვიყო, იმიტომ რომ სავსე, კარგი, სულიერი ცხოვრებით ვიცხოვრო. აქედან გამომდინარე, ჩემს ცხოვრებაში უკვე 2 წელია, აი ესე რადიკალურად ვიტყვი, რომ აღარ არსებობს ალკოჰოლი საერთოდ.
მწეველი, ესეთი აქტიური მწეველი არ ყოფილვარ, მაგრამ სიგარეტი გამისინჯავს და თუ სვამდით და ყველა ეწეოდა, ან უმრავლესობა ეწეოდა, შეიძლება რამდენიმე ღერი სიგარეტი მეც მომეწია, მაგრამ სიგარეტით მიყვა ალკოჰოლს და 2 წელია საერთოდ ჩემს გარშემოც რო ეწევა ვიღაც არ მომწონს. მირჩევნია რომ გავიდე იქიდან, იმიტომ რომ ვიცი რომ გამონაბოლქვი აბინძურებს ჩემს ფილტვებს და ასევე დავა პრიორიტეტი ძილი. ადრე თუ ვიძინებდი ღამის 2 საათზე, ან მაგალითად პარასკევს გვიანობამდე ვიყავი გარეთ ან შაბათს, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებიდან წავიდა. მე არ ვამბობ, რომ ეხლა შეიძლება რაღაც, არ ვიცი, კონცერტზე არ წავიდე და ღამე 12-ზე დავიძინო, მაგას არ ვამბობ. უბრალოდ ჩემი ცხოვრების სტილი არის ესეთი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ძილი. რასაც არ უნდა ვაკეთებდე საღამოს, წყვეთ ამ ყველაფრის კეთებას 9 საათზე და ჩემ თავს ვეუბნები, რომ შენ იმიტომ არ წამოსულხარ სამსახურიდან, რომ კიდე ღამის 2-ზე და 12-ზე დაიძინო, შენ იმიტომ წამოხვედი სამსახურიდან, რომ შენი ჯანმრთელობა და პრიორიტეტო, ამიტომ შენ ცხოვრებაში არაფერი არ ხდება იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მოემზადე 10-ზე იძინებ. 10-ზე ვიძინებ, 7-ზე ვიღვიძებ, არ მჭირდება არანაირი მაღვიძარა და ბედნიერი ვარ ამით და სულ სხვანაირია ჩემი დღე ესეთი, ვიდრე იყო მანამდე. იმ დღეს კი გავიღვიძეთ დილის 4 საათზე, იმიტომ რომ მოვდიოდით ვენაოზე, ეხლა სადაც ვართ მე გუგა და მაქსიმუსი, მაგრამ გავიღვიძეთ იმიტომ რომ დასასვენებლად მივდიოდით 4-ზე. და ეს ნორმალურია. შემდეგ დღეს დავიძინა, ესე ვთქვათ, უფრო ადრე, მაგრამ იმიტომ რომ დავლიო, ბევრი ვილაპარაკო მერე, ან არ ვიცი, ყავა დავლიო გვიან, იმიტომ რომ მეგობრები სვამენ, ეგ რაღაცეები აღარ მაინტერესებს. ძალიან დამეხმარა, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაში ცხოვრება, იმიტომ რომ აქ რაღაცნაირად მარტო ჩემ თავზე ვარ დამოკიდებული. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასაკთან ერთად შემეცვალა პრიორიტეტები და ყველაფერი, რაც მავნებელია, ჩემი ცხოვრებიდან წავიდა. ცოტათი დარჩა fast food-ი, ვიქნები გულწრფელი, მაგრამ ამაზეც ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ამ მიმართულებითაც უფრო მეტი პროგრესი მექნება, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი თავი და მინდა რომ გავუფრთხილდე და ვიყო ჯანმრთელი. რაც შეეხება სულიერებაზე ზრუნვას, ადრე თუ ჩემი მთელი ბიბლიოთეკა და ინტერესები, ფინანსები და კარიერა იყო, ეხლა რა თქმა უნდა არის სულიერებასთან დაკავშირებული საკითხები, შესაბამისად შემოვიდა ძალიან ბევრი რელიგიური ცოდნა, წიგნი, პოდკასტი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, მოკლედ მთელი ჩემი ესე ვთქვათ, ინფორმაცია, რასაც ვიღებ და ალგორითმები YouTube-ის და სოციმედიის და ზოგადად Twin-ის, ანუ ჩემი რეტიკულარული აქტივაციის სისტემის ფილტრები, მომართულია იმისკენ, რომ რა ვარგოთ შენ სულს, რა გაუხარდება, რა იქნება მისთვის სასარგებლო და აი ხვდები უკვე, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მე შინაგანი გადაწყვეტილება მივიღე, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ამის საპასუხო არის ჩემი YouTube-ის ფიდი, ამის საპასუხო არის ჩემი წიგნების ბიბლიოთეკაც, ამის საპასუხო არის ჩემი მეგობრების წრეც, ინტერესების, ჩვენი საუბრებიც და ხვდები, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის ძალიან კავშირში და სინქრონიზებული. არ შეიძლება შენ დღეში, არ ვიცი, 2 შეკვრა სიგარეტს ეწეოდე, ყოველ პარასკევს სვამდე, არაფერს არ აკეთებდე სულიერი განვითარებისთვის და ფიქრობდე, რომ უბრალოდ შენი ტვინის ფორმირება მიგიყვანს იმ გზაზე, რა გზაზეც მიდიან სხვაები. არა, ეს არის უდიდესი ძალისხმევა, შრომა, თვითდისციპლინა, რაც გამოძრავებს და რეალურად მიყავხარ იქ, სადაც უნდა იყო. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მივაქციოთ ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გარშემო არიან, რომ რაც შეიძლება განსაკუთრებით დასაწყისში ფილტრი დავადოთ იმ სიგნალებს, რასაც აგზავნიან ისინი ჩვენთან. და ამაში გულისხმობ იმას, რომ ადამიანი როცა ჯერ
არ არის მყარად თავის გადაწყვეტილებასთან, სულ თუ არის ისეთ წრეში, სადაც სვამენ, რა თქმა უნდა, მოუნდება მასაც, რომ დაალიოს. ამიტომ შეიძლება იზოლაცია, დისტანცირება ძალიან კარგი გამოსავალი იყოს რაღაც პერიოდით. მას შემდეგ, რაც იმუშავებთ საკუთარ თავზე, უბრალოდ პროცესშიც, ნელ-ნელა იწყება ინტუიციის გაღვიძებაც, რომელიც ჩვენ თვითონ მივაძინებთ, ცხოვრებამ მიაძინა ესა რა ვთქვათ და აი თავიდან რაღაცა ნიშნებასავით გაძლევს და აი ტესტავს თითქოს რომ აბა თუ დამიჯერებ და აბა თუ მიხვდა რომ მე ვიყავი. რა თქმა უნდა თავიდან აიგნორებ რომ რაღაცა ეს რა ხმა არის, საიდან გამომდინარე ვერ ხვდები, მაგრამ მე რაღაცნაირად აი ერთხელ მოусმენ რა რას ვკარგავ ამ დამოკიდებულებით, ხვდები რომ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს, ორი, მეორე, თუმცა შეიძლება იმავე წამს ვერ მიხვდე და რაღაც პერიოდის მერე მიხვდე, მაგრამ გააცნობიერებ, რომ ეს არის შენი, ესე ვთქვათ, ინტუიციის სმენის შედეგი. და რა თქმა უნდა, თქვენ შორის ყალიბდება დიდი ნდობა და მუშაობთ ერთად იმისთვის, რომ იცხოვრო კარგად. მე მინდოდა ძალიან, რომ დღევანდელ ეპიზოდში ამეხსნა რა არის ინტუიცია. და ოღონდ ჩემი სიტყვებით რა არ გამიკეთებია კვლევა. ჩემთვის რა არის აი ამის გადმოცემა მინდა. ინტუიცია არის ქვეცნობიერის ხმა. ჩვენ როგორც ვიცით, დღის მანძილზე და ზოგადად ძილის გარდა მეტნაკლებად ცნობიერი გვმართავს და ქვეცნობიერთან ადამიანს აქვს დაკარგული კავშირი. ქვეცნობიერი არის წარმოიდგინეთ დედამიწა 360 გრადუსით ყველა მხრიდან და ამ დედამიწის შუაში რომ იდგეთ თქვენ, აი მე ვდგავარ დედამიწის შუაში ახლა. და ჩემ გარშემო არის ყველა ინფორმაცია, რაც კი დედამიწაზე დაწერილა, ჩაწერილა, უფიქრიათ, ვიღაცას იდეა ქონია, ვიღაცას განუხორციელებია, ვიღაცას არ განუხორციელებია, წარსული, აწმყო, მომავალი, ცუდი თვისება, კარგი თვისება, სიბოროტე, სიკეთე, რაც კი რამე ვიცით, რომ არსებობს, ხელშესახები და ხელშეუხებელი, ჩემი აზრით და შეგრძნებით და მეცხოვრებამ ამაში დამარწმუნა, ეგ ყველაფერი დევს ჩვენ ქვეცნობიერში, ოღონდ მარტო ჩემში არა, ყველაში დევს. და როცა ჩვენ ვიწყებთ რეალურად ინტუიციის ხმით ცხოვრებას, ანუ წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეცნობიერი მთელ ამ ინფორმაციას ფლობს, ამუშავებს და ხმად გვიგზავნის. ანუ რამდენად სანდოა, რამდენი იცის, არც ერთმა პროფესორმა არ ვიცი, არც ერთმა მკვლევარმა, ყველაზე ჭკვიანმა, ნაკითხმა ადამიანმა მაგდენი არ იცის, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ ისწავლის, მაგრამ ჩვენ ქვეცნობიერში ყველაში დევს ყველა ინფორმაცია, რაც კი კაცობრიობის მანძილზე შექმნილა და მაქვს ეჭვი, რომ კაცობრიობის მანძილზე კი არის. კამერა დავარდა და გავასწორე და მოკლედ კაცობრიობის მანძილზე რაც შექმნილა კი არა, მე ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ იმის მიღმაც ყველაფერზე არის მანდ ინფორმაცია, მაგრამ ჯერ არ მაქვს საკუთარ თავთან მტკიცებულება, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ ეგ ყველაფერი თქვენშია. კი, კაია, რომ რაღაც წიგნს ვკითხულობთ და გარედან დავახმართ ცოდნას, მაგრამ რეალურად ის, რაც ქვემოდან ვერ წამოვიღეთ ზემოთ, ანუ ცნობიერში, ჩვენ იმის კითხვა გვჭირდება, თორე ძალიან ბევრი შემთხვევა არის, როცა შეიძლება სოკრატე, არისტოტელე, ფროიდი არა აქვთ საკითხული ინდიელებს, მაგალითად, ვისთანაც მე და ჩემს ქმარს ხშირი შეხება გვაქვს პანამაში, მაგრამ შენზე მეტი იციან და ეს მათი ცხოვრების წესს რომ დააკვირდები, როგორ ცხოვრობენ, ყველაფერი იციან, ექარტ ტოლეც იციან, აწყვოს ძალათი ცხოვრებაც იციან. ანუ ეს ჩვენ ვართ თანამედროვე ადამიანები ქალაქში
მაცხოვრებლები, ოპერატიულ რუტინაში ჩაძირულები, რომლებმაც დავკარგეთ კავშირი ქვეცნობიერთან, თორე არიან დედამიწაზე ადამიანები, ვინც ამ უნივერსალური ქვეცნობიერის ხმით, ანუ ინტუიციით ცხოვრობენ და ზუსტად ეგ არის ჩვენი მისიაც, რომ დავუმეგობრდეთ ისევ ჩვენს ქვეცნობიერს, არ ვიყოთ მარტო ცნობიერის იმედზე, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება და საკუთარი თავის დამუშავება გვჭირდება და დაჯერება და უამრავი პრაქტიკა და ინტუიციას თუ გააღვიძებთ თქვენში, მან ყველაფერზე იცის პასუხი და ჩვენი ცხოვრება ბევრად მარტივდება და ხვდები რომ მარტო არ ხარ. და იმასაც ხვდები რომ მარტო არ ხარ და დიდად ის კი არ არის რომ მეგობარი, თერაპევტი, ფსიქოლოგი ან მშობელი ან ქმარი გჭირდება. შენში არის ის ძალა, რაც მარტო არ გამყოფებს და რომელიც გზას გაგვიკვალავს. თან ქალებისთვის ინტუიციასთან დაკავშირება არის სუპერ ძალა, როგორც წესი უფრო მარტივად გამოგვდის, ისევ ჩვენი ტვინის ფორმირებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ კაცების ტვინში ცოტა სხვა ფორმირებებია. მათ ტვინებს თავისი დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ ის რაც ჩვენ სამყარომ და ღმერთმა მოგვცა, იმიტომ მოგვცა, რომ აუცილებელია, გვჭირდება და უნდა გამოვიყენოთ. ეს არის ის კითხვები, რასაც მე სულ უსვამდი ჩემს თავს ამ წლების მანძილზე. დარწმუნებული ვარ, რომ შემოვა ახალი კითხვებით და როცა მზად ვიქნები და ესე კაფიოდ ჩამოყალიბდება ხედვა რა არის ეს კითხვები აუცილებლად გაგიზიარებთ. მიხარია რომ ამ არხს უყურებთ და როგორც ეპიზოდის დასაწყისში ვთქვი, გამიხარდება თუ დამიწერთ თქვენს კითხვებს, რა გაინტერესებთ ჩემზე, არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულების, რა სფეროდან კითხვა იქნება. ვეცდები რომ ერთი ეპიზოდი მთლიანად ამ კითხვებს და პასუხებს დავუთმო, იმიტომ რომ თქვენთან გქონდეს, ესე ვთქვათ, ძალიან ღრმა ურთიერთობები. და პრინციპში ის, რომ მე ეხლა უფასოდ ვატარებ coaching სესიებს ჩემს მაყურებელთან, მაგ მიზანს ემსახურება, რომ ჩემი ადამიანები და აუდიტორია კარგად გავიცნო და უფრო მნიშვნელოვან და საჭირო თემებზე ვისაუბრო მათთან. დიდი მადლობა და ბედნიერ კვირას გისურვებთ.